დღეს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენს თანამოსაუბრეებთან, ეს არის დიმიტრი სქეთიშვილი და ნინო დოლიძე, ყველა იცნობთ რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები, ძალიან ცნობილი ადამიანები, რომელსაც ძალიან ბევრი რამ გაუკეთებიათ, მათ შორის მშვიდობის და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი თემა, როგორც გითხარით, ეს არის არჩევნები სომხეთში. მე მგონი ყველა ველოდებოდით, ხო? ანუ მსგავსი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არჩევნები იყო დაახლოებით რამდენიმე თვის წინ მოლდოვაში, როდესაც ასევე ველოდებოდით მაია სანდუს გამარჯვებას და ველოდებოდით იმას, რომ პრაქტიკულად რეგიონში რუსეთის გავლენების როლი შესუსტდეს და შესუსტდეს არა მხოლოდ გეოპოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურად, შესუსტდეს ავტორიტარიზმის კონტექსტში, იყოს გაცილებით მეტი დემოკრატია და რა თქმა უნდა საქართველოსთვის სამხრეთ კავკასიაში რაც უფრო ნაკლები იქნება რუსული გავლენები და პრინციპში ალბათ ესე მოვიაზრებთ ყველა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობლების გამარჯვებას და ულოცავთ ჩვენს მეზობლებს სომხეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამ კონტექსტში ალბათ აუცილებელია განვიხილოთ ზუსტად ის მშვიდობის არქიტექტურა, რომელიც დაამყარა ნიკოლ ფაშინიანმა, ძალიან ბევრი იბრძოლა ამისთვის, ძალიან ბევრი წინაღობა გადალახა და მე მოდი რაღაც შედეგებს დავიკითხავ. სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინ ეს არის ოფიციალური შედეგები, ეს არის სამოქალაქო შეთანხმება, ანუ ნიკოლ ფაშინიანის პარტია 49-91%, ძლიერი სომხეთი 23-29%, სომხეთი 9-94% და 4% აყვავებული სომხეთი, ანუ ეს ბოლო სამი არის პრორუსული ბლოკი, ხო? ანუ ის ოლიგარქების პარტია, რომელიც წარმოადგენდა პუტინის დასაყრდას თვითონ სომხეთში. ჩემთვის ძალიან ბევრი მეგობარი გვაქვს ყველას სომხეთში და ჩემთვის პირადად იყო პრაქტიკულად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი დასაკვირვებელი იმ კონტექსტში, რომ ჩვენ იგივე გამოწვევები გვაქვს, როგორც მეზობლებს, მაგრამ სომხეთში განსაკუთრებულად ბოლო პერიოდის და ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც სომხეთი ითვლებოდა ერთ-ერთი სტრატეგიულ მოკავშირედ რუსეთის, ხო? ანუ გვახსოვს ძალიან კარგად, მთელი გასადენების სტრატეგიული ობიექტები არის რუსეთის ხელში დღემდე, რკინიგზა თუ არ ვცდები, არ ვიცი, დიმიტრი შენგოცადინება, რკინიგზა ენერგეტიკა, მაგრამ ამ კონტექსტში, ანუ ზუსტად იმ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, რომელიც დაიდო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ეს ომი 30 წლის განმავლობაში ტანჯავდა ჩვენს მეზობლებს. პირდაპირ რო ვთქვა და ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებაზე. მაგრამ ზუსტად ახლა მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა ძალიან ღიად გამოაცხადა და პრინციპში ჩვენმა მეზობელმა მეგობრებმა სომხებმა, რომ მათთვის რუსეთი აღარ არის ის დასაყრდენი, რომელიც სჭირდება იმისთვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა შენარჩუნდეს და პრეზიდენტ ტრამპთან დაიდო ძალიან სერიოზული სამშვიდობო შეთანხმება, ეს იყო ალიევსა და პაშინიანს შორის, ხო შორის ტრამპმა დაუჭირა ხო მხარი ამ არჩევნებზე პაშინიანს ღიად. აი მაშინ ამის შემდეგ უკვე დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები და ეს პროცესები პირველ რიგში ემსახურებოდა ზუსტად გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. მე ესე შევხედავდი და ნამდვილ პოზიტიურ მშვიდობას, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს ახლა ფილოსოფიაში ბევრი მოაზროვნე ამბობს, პოზიტიური თავისუფლება, ნეგატიური თავისუფლება, პოზიტიური მშვიდობა, ნეგატიური მშვიდობა. ამაზე მე და შენ ვისაუბრებთ მე სნაიდერის ახალ წიგნზე მოგვიანებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რას ნიშნავს ჩვენთვის და როგორია ალბათ ის მშვიდობის არქიტექტურა, ინვესტიციები, რომელიც ძალიან ბევრი იქნება, ევროკავშირის ბოლო სამიტი, რომელიც ჩატარდა ერევანში, ასევე თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა და ეს კონტექსტი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სომხეთი გახდება რეგიონალური ჰაბი ტექნოლოგიებისთვის, ხო? ეს ტექნოლოგიები არის მაგალითად ნახევარგამტარები და ნახევარგამტარებზე დგას დღეს პრაქტიკულად მიწოდების ჯაჭვი, ხო? ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ანუ ნახევარგამტარების გარეშე უბრალოდ არ არსებობს ტექნოლოგიური განვითარება. სხვა შორის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი შარშან შემოდგომაზე მალაიზიაში აღმოჩნდი ერთ-ერთ დიდ ქარხანაში, სხვა შორის ამერიკული ინვესტიციით არის ზუსტად ნახევარგამტარების და პრინციპში ეს არის ჩიპები, ხო? და ეს არის ის, რაც სჭირდება დღევანდელ ტექნოლოგიებს.
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სრულიად სხვა რეალობა დადგა. სხვა რეალობა დადგა იმ კუთხით, რომ კონსტრუქცია მშვიდობის გაცილებით უფრო სხვა არის. შანსი გაჩნდა იმის, რომ სომხეთი მიუახლოვდეს ევროკავშირს. სხვა შორის პაშინიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჩვენ ახლა რეფორმებით არ ვართ იმ ფორმაში, რომ ამ წუთას ევროკავშირის წევრი გავხდეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს უკვე გამარჯვების შემდეგ ამბობს, რომ გაიმარჯვა მშვიდობამ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა გჭირდება ჩვენ მშვიდობისთვის? ანუ რა სჭირდება საქართველოს, რომ ნამდვილი გრძელვადიანი მშვიდობა იყოს, ხო? ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობა პირველ რიგში. ეს არის თავისუფლების ის განმარტება და ის განზომილება, თუნდაც მეხუთე განზომილება, რაც არის მაგალითად კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჩვენ გვაქვს ნორმალური ხელფასები, გვაქვს კარგი სამუშაო ადგილები, ჩვენ ახალგაზრდებს აქვთ პერსპექტივა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების უსაფრთხო გარემო, ჩვენი მშობლების ღირსეული პირობები, იმიტომ რომ დღეს რა პირობებში ცხოვრობენ ყველა პენსიონერები ძალიან კარგად ვიცით, ხო? ჩვენ ყველაფერი გვჭირდება, სკვერი, სუფთა წყალი, საკვები პროდუქტი, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი. ამიტომ ის, რაზეც იგება ადამიანის ღირსება, კეთილდღეობა და ნამდვილი პოზიტიური მშვიდობა, სჭირდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული ჩვენს მეზობლებს. ასევე კიდე მინდა გამარჯვება მიულოთ ნიკოლ ფაშინიანს, მის გუნდს. მე ვიცნობ მისი გუნდიდან ბევრ დეპუტატს, სხვა შორის საპარლამენტო ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში ვიყავით ერთად, წარმომადგენლობა ყავდათ. მაშინ სრულიად სხვა ვითარება იყო, მაგრამ ეხლა შეიცვალა და რაღაცნაირად თითქოს ის კამპანიაც, რომელიც ქონდა ნიკოლ ფაშინიანს, ეს იყო ნორმალური სომხეთი, ხო? ანუ რეალური ნორმალური სომხეთი, ესეც მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად არა მხოლოდ ტექნოლოგიის ნაწილია, არამედ ის რეალობა, რომელიც მართლა სჭირდება თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს და რა ვიცი, აი ამაზე მინდა რომ რაღაცა ის თანკვეთის წერტილები ვიპოვოთ, ხო? აი ეკონომიკური განზომილება, დიმიტრი, შენ ბევრი გისაუბრია ამაზე, ხშირად მახსოვს. ხო, მადლობა. ძალიან პრინციპში არასდროს ალბათ ესეთი მნიშვნელოვანი სომხეთის არჩევნები ზოგადად კონტექსტისთვის არ ყოფილა. არა მარტო საქართველოსთვის, მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ამ რეგიონის ნაწილი ვარ და ჩვენი მეზობლობა, რა თქმა უნდა, განაპირობებს ამ არჩევნების მნიშვნელობას, მაგრამ ზოგადად იცვლება ძალიან კონფიგურაცია და მე ვფიქრობ, რაც აქამდე 90-იანი წლებიდან მიუღწეველი უტოპია იყო, დღეს ეს ეკონომიკური ურთიერთდაკავშირებულობა, supply chain-ი, მაგალითად, მიწოდების ჯაჭვების თეორია იქნება თუ ურთიერთდამოკიდებულება თუ ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ეს ყველაფერი ეხმარება იმას, რომ გარკვეულწილად ეკონომიკური კავშირები ემსახურება არა მხოლოდ ეკონომიკას და განვითარებას, არამედ უსაფრთხოებასაც და ამის ძალიან საინტერესო კონფიგურაცია ჩამოაყალიბა პაშინიანმა და მისმა მთავრობამ აი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თქვა კონტრასტისთვის რომ დავინახო და თქვა მისი მშვიდობის ნარატივი რატო არის განსხვავებული, თქვა ქართული ოცნების მშვიდობის ნარატივისგან. ის რეალურად საუბრობდა იმ მშვიდობაზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც მათ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვა რაღაც გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები წლების განმავლობაში რუსეთისგან ჰქონდათ, ამან არ უზრუნველყო მას მშვიდობა და რაც თორე კრიტიკულ მომენტში ის არ დაიცვა. და ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი გამაპირობებელი, როდესაც მოხდა შეტრიალება საერთოდ გეოპოლიტიკური და ახალი კონფიგურაციაში, ახალ შესაძლებლობებში პაშინიანმა ძალიან კარგად გამოიყენა და შექმნა გარკვეული სტრატეგიული უპირატესობა და სტრატეგიული როლი სომხეთის, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. აქამდე ის იყო უბრალოდ დასაყრდენი. თქვა განსაკუთრებით ძლიერდება, თქვა იგივე კლანი, რომელიც დღეს მას ებრძოდა, თქვა კლანი არა, ჯგუფი, რომელიც თქვა ზამდიდრების და მანამდე წამოსული თქვა გარკვეული ყარაბახის ჯგუფი, რომელიც ამ პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა, დღეს უკვე ყოფილი კოჩარიანი პრეზიდენტი, რომელიც 97 წლიდან მოდის, ჯერ პრემიერად, მერე მთავრობის თავმჯდომარე, მერე პრეზიდენტად და იწყება აი ესეთი პრორუსული პოლიტიკა ეკონომიკაში, მთლიანად ენერგეტიკაში, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში, მთლიანად პრაქტიკულად სრულად ბატონობს, ასე ვთქვათ, რუსეთი სომხეთზე და ამან არ უზრუნველყო რაც თავარი, არც ეკონომიკური განვითარება და არც მშვიდობა გრძელვადიანი. იმიტომ ძალიან მყიფე და ძალიან მოწყვლადი აღმოჩნდა სომხეთი ყველა გამოწვევის წინაშე და აბსოლუტურად დაუცველი. და ეხლა რაც მივიღეთ არის უნიკალური მდგომარეობა, რომელიც ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლო იქნებოდა, რომ არა ჩვენი ხელისუფლების არასწორი ქმედებები გულისხმობ რას. ბევრი ქვეყნის ინტერესებით ამ ხვედრაში მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის სხვადასხვა სოფლის სხვადასხვა წერტილებში ეს ინტერესები არის დაპირისპირებული. მათ შორის ტრადიციულ პარტნიორებს შორის. გულისხმობ, რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ამ ტრიპის კორიდორის, ან ტრამპის კორიდორის მშვიდობის და გამარტო ტრამპის კორიდორი, დერეფანი ბოდიში, ხო, ანუ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველა
ბოდიში რო ჩაგეჭერი, თქვენ შეგიძლიათ რა ვიცი ჩამეჭრათ, მაგრამ ყველა ქართული ოცნების ეს ძირითადი პროპაგანდისტული ხაზი არის, რომ რაღაცნაირად ეს არაფერი არ არის, ხო? და ამ დროს ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურა და ორი რაღაცა აქვს ძალიან სერიოზული კომპონენტი. ერთი თქვა იდეოლოგიურად რომ მშვიდობა დაამყარა ტრამპისთვის ეს მნიშვნელოვანი მიღწევა არის. მეორე არის ის, რომ ტრიპის კორიდორი, ანუ ეს მშვიდობის და განვითარების კორიდორი, კეთილდღეობის და განვითარების კორიდორი ქმნის კავშირს, ასე ვთქვათ, ცენტრალურ აზიასა და დასავლეთ შორის იმ, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ ნახევარგამტარების მიწოდების და მეორე იშვიათი მიწის მინერალების, რომელიც დღეს, ვთქვათ, მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, ისეთივე კრიტიკული მნიშვნელობის პროდუქტია, როგორც მე-20 საუკუნეში იყო ნავთობი და გაზი. და არანაკლებ შეიძლება ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც. ამიტომაც თუ ვიღაცა საუბრობს ენერგეტიკა მნიშვნელოვანია და იშვიათი მეტალები და იშვიათი მიწის მინერალები არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დღეს და კიდევ უფრო დიდი მოთხოვნა არის, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკონკურენტული პროდუქტი, რასაც ახლა მიდის ყველაზე დიდი დავა და ბრძოლა და კონკურენცია მსოფლიოში. ნავთობთან ერთად, ნავთობი იკლებს, ამის ძალა იმატებს. მეორე კომპონენტი არის, რომ ამ ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად არის ტრადიციული ინტერესი დიდი ბრიტანეთის, რომელიც რა თქმა უნდა ის თავისი ენერგეტიკული ისე ვთქვათ, ინსტრუმენტებით, როგორც BP იყო და ირლანდიური კომპანია, ხო? ანუ თუ არ მახსოვს. ირლანდიური BP იყო ძირითადი ოპერატორი და რჩება და არა, NVIDIA-ს კონტექსტში არის ჩართული ირლანდიური კომპანია. კი, იქ თუ არ ვშტები არის, მაგრამ აქ ნახე რა თქმა უნდა ბრიტანეთის ინტერესები ტრადიციულია და ასევე აქ ახალი ინტერესები კიბერუსაფრთხოება, რომელიც ასევე უკავშირდება იმ მონაცემთა ბაზის მშენებლობას, რომელიც NVIDIA-ს კუთხით შენდება. საფრანგეთის, რომელსაც თავდაცვით და ასე ვთქვათ, რუსეთის შეკავების სტრატეგიული ინტერესი აქვს, ასე ვთქვათ, დიასპორული ინტერესები აქვს, იმიტომ რომ დიდი დიასპორაა სომხური საფრანგეთში, ასევე ემატება მისი თავდაცვითი, ასე ვთქვათ, გახჭურის იდეა სომხეთის მიმართ და ასევე ტრადიციული მათი სტრატეგიული კავშირები, ემატება გერმანია, რომელსაც ასევე რეგიონში ძალიან დაინტერესებს, რასთვიერ ეს ინტერესები არ არის ერთმანეთში წინააღმდეგობაში. ანუ ესენი ერთმანეთს არ ეჯახება და საბოლოო ჯამში თავს იყრის ყველაფერი ერთად, რაც თავარია ტრადიციული საფრთხის შემცველი, ვინც იყო სომხური, ასე ვთქვათ, სომხეთის რესპუბლიკისთვის, ვთქვათ, პირველი 30 წელი იყო უახლოესი მეზობლები, ანუ აზერბაიჯანი და თურქეთი, ამათან ისეთი ინტენსიური ეკონომიკური კავშირები ლაგდება, რომ ასე ვთქვათ, ურთიერთდამოკიდებულების პერსპექტივიდან გამომდინარე, მათ თავადაც აღარ ექნებათ ინტერესი გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენონ თავისი პარტნიორი, რომელთანაც უახლოეს და მოკლე მარშრუტებს დაალაგებენ აი ამ დიდი გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური პროექტებს. ანუ გამოდის, რომ აი ამ მრავალვექტორული თანამშრომლობით ყველა ამ ძირითად, ასე ვთქვათ, აქტორთან სოფლიოში და ახდენს ერთი ტრადიციული საფრთხეების ნეიტრალიზებას, ტრადიციული საფრთხეების ნეიტრალიზებას, ეკონომიკური განვითარების უზარმაზარ საშუალებებს აჩენს, იმიტომ რომ ყველაფერი ეს არის უზარმაზარი ინვესტიციები, რომელიც პარალელურად მოდის და შექმნის სამუშაო ადგილებს და განვითარების რეალურ შესაძლებლობას, განსხვავებით იმისგან, რაც რუსეთმა პრინციპში ხელში ჩაიგდო მთელი ეკონომიკა და პრაქტიკულად არაფერი არ განავითარა, მათ შორის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მას ეკუთვნოდა, ან თუთა რუსეთს, ანუ ფული არ არის ჩადებული არც რკინიგზაში, არც ენერგეტიკაში, არაფერში და რეალურად შექმნა განსაკუთრებული რაღაც ისეთი ეკონომიკაზე დაფუძნებული ახალი მოდელი. და მთავარი პრობლემა არის ერთხელ ეს რაც რჩება, რა თქმა უნდა, გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, მოიგო და რა თქმა უნდა, მე ულოცავ სომეხ ხალხს ზოგადად ამ გამარჯვებას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი შეიძლება ერთის მხრივ გარკვეულად ნეიტრალიზებულია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ 35% მოსახლეობის დაუჭირა მხარი პრორუსულ ძალებს და გამოდის? დაახლოებით სამი პარტიის ერთობლიობა დაახლოებით 35-მდე გამოდის. რა თქმა უნდა, შეიძლება ისე ვთქვათ, გაზრდილი იყოს საარჩევნო პროცესისთვის და ჩვეულებრივ მდგომარეობაში ნაკლები იყოს, მაგრამ ეს არის უზარმაზარი ინსტრუმენტი, რომელიც მართვაც სწორად მოუწევს პაშინიანს ახლა იმისთვის, რომ გარკვეული რისკების წინ და მესამე ვადის წინ ალბათ ექნება უფრო მეტი რისკები ნებისმიერ დემოკრატიულ მმართველს ესე აქვს და ამ შემთხვევაში მივიყვანოს ქვეყანა ისეთ მდგომარეობამდე, რომ რუსეთს აღარ ქონდეს ინსტრუმენტები ხელისუფლებაში მოაბრუნოს პრორუსული ძალები, რომელიც ამას ყველაფერს დააბრუნებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოწვევა და მე ფიქრობ, აქ იწყება ეხლანდელი, ვთქვათ, ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რაც არის და ყველაზე სამწუხაროდ ეფექტური ჩვენს თავზე რაც გამოცადეთ, პროპაგანდის და დეზინფორმაციის ინტენსიური მასშტაბები, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას. ნინი გვაკვირდებოდა ამას ძალიან დიდი ხანი. გამოყენებულ იქნას უკვე პაშინიანის წინააღმდეგ და შესაძლოა შეცდომები, რომელიც მოსდის მესამე ვადის პერიოდში ხელისუფალს, აი ამ შემთხვევაში ეს გამოწვევა დაუდგება, რომ ოპონენტები ეყოლება ჩასაფრებული და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორი დემოკრატიული გარემო შეიქმნება, ჩემი
დაკვირვება არის, რომ ზუსტად იმისთვის, რომ ეს კონფიგურაცია უსაფრთხოების ამ დასავლური ქვეყნების ჩართულობას შეინარჩუნოს შინ შემთხვევაში თუ ის მდგრად დემოკრატიულ გარემოსაც შექმნის. აი მდგრადი დემოკრატია და უსაფრთხოება ახლა არის ძალიან გადაჯაჭვული პაშინიანის ხელში, რამდენად სწორად მდგრადი დემოკრატია და უსაფრთხოება ეს არის მშვიდობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. საბოლოო ჯამში ეს არის გრძელვადიანი მშვიდობა. და სწორედაც პრორუსული ძალების დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა დაბრუნდეს რუსული გავლენები ისე ეს კონფიგურაცია ეკონომიკური უნდა ჩამოიშალოს და გადავიდეთ იმ დაპირისპირებაში, რომელიც იყო ტრადიციულად კავკასიაში, რაც რუსეთს აწყობდა ყოველთვის, არასდროს არ აძლევდა საშუალებას, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო რეალური მოლაპარაკებები ქონოდა, ამას ყოველთვის თვითონაც უშლიდა ხელს, ანუ ამის დაბრუნების საფრთხე არსებობს და ამიტომაც ძალიან რთული 4 წელი იქნება, ნუ ყველა მართლობა რთულია, მაგრამ ეს 4 წელი ძალიან რთული მართლობა იქნება და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდა იმისთვის, რომ გადაზღვეული იყოს ესეთი არადემოკრატიული ძალების მობრუნება. პრინციპში დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოების ნაწილი ხო ერთმანეთთან არის ძალიან დაკავშირებული, ხო, როგორც თქვით, ხო, ანუ წარმოუდგენელია შენ რომ თქვათ ეკონომიკური კეთილდღეობა კონდეს თუ არ გაქვს კარგი სასამართლო სისტემა, თუ არ არის კანონის წინაშე ყველა თანასწორი, თუ დეზინფორმაცია და პროპაგანდის ძირითადი შტურმი, რა ვიცი, არის ხალხის წინააღმდეგ, ხო, რასაც პრინციპში ხა ჩვენ გვიკეთებენ უკვე ძალიან დიდი ხანი და 20-22 წლის შემდეგ უფრო ძალიან ესე აქტიურად გამოიკვეთა და შენ აკვირდებოდი სომხეთში პროპაგანდისტულ მოძრაობას, ანუ ესე ეგრეთ წოდებულ არ მიყვარს ეს ყველა ნარატივების გავრცელებას, მაგრამ ძალიან საინტერესოა მსგავსებასად იყო, იმიტომ რომ ბევრი იყო, ანუ რასაც მე ვკითხულობდი, ძალიან ბევრი იყო. ხო, მეც პირველ რიგში რა თქმა უნდა მიულოცავ სომეხ ხალხს ამ გამარჯვებას, დარჩენების წარმატებულად დასრულებას, თუმცა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, როგორც იკამ თქვა, იმიტომ რომ ეხლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც დემოკრატიის მიმართულებით, ასევე საინფორმაციო მიმართულებით როგორი მოვლენები იქნება. მაგრამ ნახეთ, საიდან უნდა დავიწყოთ, ზოგადად არჩევნები აღარ არის ეს რაღაცა შიდა პოლიტიკური საკითხი, მხოლოდ და დემოკრატიის საკითხი. ჩვენ ბოლო პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს ვხედავთ, რომ არის გეოპოლიტიკის ნაწილი, თავად ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ნაწილი და უსაფრთხოების ნაწილი. იმიტომ რომ როგორი ხელისუფლება იქნება არჩეული, ეს განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსაც, მაგრამ მათ შორის უსაფრთხოების ნაწილს. და სწორედ ამიტომ ვხედავთ, რომ რუსეთი რაღაცა გაშმაგებული, ხო, ცდილობს სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევას. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყნები ცდილობენ რაღაცნაირად გაარღვიონ ეს წრე, აღარ იყვნენ რუსული გავლენების ქვეშ და თავად გადაწყვიტონ მომავალში როგორი სახელმწიფო სურთ. იქნებოდა ეს საქართველოს შემთხვევა, მოლდოვის შემთხვევა, ახლა სომხეთის შემთხვევა თუ ასე შემდეგ. და რაც უფრო მეტად ცდილობს დამოუკიდებლობას ეს სახელმწიფო, ჩვენ ხედავთ როგორია რუსული საინფორმაციო ოპერაციები და გარე ჩარევა. ამიტომ განსაკუთრებით სწორად აღნიშნე ხატია 22 წლის მერე შესამჩნევია ყველა ქვეყანაში ეს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკვე ეს ძალიან მასშტაბური გახდა და გამოჩნდა არჩევნების დროს. მოლდოვის არჩევნები ამის მაგალითი იყო, საქართველოს არჩევნები. რუმინეთი, უნგრეთი. ბულგარეთში ვიყავი ბოლოს და იქაც, ხო, ანუ ძალიან ბევრ ქვეყანაში, ხო? და ამიტომ ვამბობ, ეს არის უსაფრთხოების ნაწილი და ეს გარე ჩარევა ამჯერად ხდება ამ საინფორმაციო манипуляციებით. ეხლა სომხეთზე რო ვისაუბროთ და პარალელები საქართველოსთან გავავლოთ შემდეგ. სომხეთში იყო ძალიან ძლიერი რუსული ეკოსისტემა შექმნილი და რას გულისხმობს ეს? და არის. ხო, არის. საქართველოში განსხვავდება და ვიტყვი რატომ განსხვავდება, თუმცა ნარატივების, აი რასაც ვამბობ, შეიძლება მსგავსი იყოს. ისე კი ერთი არის რომ აქტორები ვინ არიან და აქტორები რუსეთის სომხეთის შემთხვევაში იყვნენ მაგალითად პრორუსული სახელმწიფო მედიებიც, იმიტომ რომ ამას უყურებენ სომხეთში მაგალითად. ასევე რა თქმა უნდა პოლიტიკური აქტორები, ვინც თქვით რაღაცა ქსელები, პროპაგანდისტული ქსელები სოციალურ ქსელში შექმნილი, იქნებოდა ეს ინფლუენსერები თუ ასე შემდეგ, მთელი რაღაცა აქტორების ჯგუფი იყო, რომელიც მუშაობდა, ასე ვთქვათ, რუსული ნარატივების გავრცელებაზე, მედიუმებს რაც შეეხება, მაგალითად ძალიან აქტუალური იყო სოციალური ქსელები, მაგრამ განსაკუთრებით, მაგალითად Telegram არხებით, რომელთაც ხდებოდა აი ამ დეзинფორმაციული ნარატივების გავრცელება და მთავარი ნარატივები რას ეხებოდა. ეხლა 5 ჯგუფად რო დავყოთ, ან რა ვიცი, 4 ჯგუფად. ერთი არის რა თქმა უნდა უსაფრთხოების საკითხი, გეოპოლიტიკის საკითხი, მეორე იყო სომხური იდენტობის ნაწილი და აქ ძალიან მნიშვნელოვანია პარალელების გავლება შემდეგ საქართველოსთან სომხურ იდენტობას თითქოს რამდენად ეხება ეს არჩევნები. ასევე ძალიან აქტუალური იყო სახელმწიფო უწყებების და ამ შემთხვევაში პრემიერის დელეგიტიმიზაცია და მათ შორის ვთქვათ რაღაცა ძირის გამოთხრა სახელმწიფო უწყებების და რა თქმა უნდა საგარეო პოლიტიკური კურსი და რუსეთის წარმოჩენა როგორც ერთ-ერთი მთავარი და შეუცვლელი პარტნიორი სომხეთის და გარანტი რაღაცა. და შიში, ნინუცალობოთ, არა? თავარი რაც არის, ხო? ეს ყველაფერი ეფუძნებოდა არა ფაქტებს, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, საინფორმაციო ოპერაციებისთვის, არამედ შიში, ტრამვა,
და აი ეს ყველაფერი რაც დღეს სომხეთში არის, იქიდან გამომდინარე რომ მათ ჰქონდათ ომი, იქიდან გამომდინარე რომ აქვთ ეგზისტენციალური საკითხები, ეს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ აზერბაიჯანის საკითხი, თურქეთის საკითხი და ასე შემდეგ და ნარატივები, აი ეს მესიჯები, ასე ვთქვათ, ყველაფერი ეფუძნებოდა ხალხის შიშებს. მთავარი არის ეს, რომ ვთქვათ, თუ რუსეთთან არ იქნები და დასავლეთთან იქნები, სუვერენიტეტის საკითხი იქნება, ვთქვათ, რაღაც აზერბაიჯანელებს გადმოასახლებენ ჩვენს ტერიტორიაზე. ერთ-ერთი მთავარი თემა სხვათა შორის იყო რელიგიის საკითხი და ეკლესიის საკითხი ამ შემთხვევაში და ის, რაც ჩვენ აქაც გვინახავს. აი, განსხვავება ერთი ის არის, რომ დღეს სომხეთს რა ვთქვათ, პრობლემებიც აქვს. ამაზე იყო იქ საუბარი, საქართველოში რა შიშებიც გვაქვს. ამაზე იყო საუბარი მაგალითად ქართული არჩევნების დროს, მოლდოვაში. ან კონტექსტის მიხედვით მესიჯები იცვლება, მაგრამ სტრატეგია არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. უბრალოდ ნახეთ, თავარი რა არის განმასხვავებელი ამ შემთხვევაში, მე ვიტყოდი რომ ერთი რომ საქართველოში პირიქით ესე იყო რომ თუ კი რუსეთთან რაღაცა წინააღმდეგობაში შეხვალ, მაშინ მშვიდობა არ გვექნება და სომხეთში ეს პირიქით მოხდა, ხო, პაშინიანის მხრიდან რომ პირიქით რუსეთს შორდება სომხეთი და ამით ის საუბრობს რომ გვექნება გრძელვადიანი მშვიდობა. აი ეს განმასხვავებელია ჩვენთან პირიქით არის რომ თუ კი რუსეთთან რაღაც ათვობებზე არ წავალ, თუ კი რუსეთთან რაღაცა ისე არ ვიქნებით, მშვიდობას დაემუქრება საფრთხე. იქ პირიქით მოხდა ეს ნარატივი და ასევე რაც არის მთავარი არის ის რომ განსხვავება საქართველოს, სომხეთსა და მოლდოვას შორის ჩემთვის რა არის რომ თუ კი სახელმწიფოები ებრძვიან ამ საინფორმაციო манипуляციებს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მათი დამარცხება. მოლდოვაში იყო ძალიან დიდი მასშტაბური მუშაობა ამ საინფორმაციო ომის წინააღმდეგ არჩევნებზე და სომხეთში ესე იყო. საქართველოში სამწუხაროდ პირიქით, დღეს საქართველოზე არ ვსაუბრობ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვაროთ, რომ აქ არც იყო საჭირო ბევრი რუსული დეზინფორმაცია იმდენად ადგილობრივი აქტორები აკეთებდნენ ამას და პირიქით რუსული, ასე ვთქვათ, მესიჯების გაძლიერება ხდებოდა და გახსოვთ ალბათ მეტამ პირდაპირ წაშალა არაერთი კოორდინირებული ქსელი საქართველოში, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო ესე იგი სტრატკომთან, ხო, სახელმწიფო სტრატკომთან. აი აქტორები განსხვავდება, რომელთაც ეხმარებოდნენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები რუსულ დეზინფორმაციას ზოლაში, ხო, რუსულ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეს არის წარმოუშვებელი. აი ეს არის ყველაზე მთავარი განმასხვავება, რომ აქ თავად თვითონ ხალხის წინააღმდეგ მიმართეს, მაგრამ ანუ პრორუსული გავლენების გასაცდელად. ამას ჩვენ არ ვამბობთ, მეტას ანგარიში იყო პირდაპირ იპოვეს კავშირი სახელმწიფო სტრატკომთან. ამიტომ მე ეს მინდა ვთქვა, რომ ძალიან რთულია ეს რუსულ საინფორმაციო ოპერაციასთან მუშაობა, იმიტომ რომ იქითამ მხრიდან არის უდიდესი რაღაცა ინფრასტრუქტურა, რაც რუსეთს აქვს აგებული, ხო, ყველა ქვეყანაში თავისი აქტორებით თუ ასე შემდეგ, ნარატივებით, მაგრამ თუ კი სახელმწიფოს სურს ამაზე მუშაობა, იგივე სახელმწიფო, სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად და ასე შემდეგ შესაძლებელია ამის წინააღმდეგ ბრძოლა და ამას უყურებთ ჩვენ ახლა სომხეთში, რომ ერთის მხრივ იყო რუსული დეზინფორმაცია, მაგრამ იგივე სამოქალაქო ორგანიზაციები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული ამის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორი ინფორმაციის გავრცელებაში და ასე შემდეგ. და აი ეს ახლა ჩვენ რაც გვაკლია არის პირიქით სამოქალაქო ორგანიზაციებს აქ ებრძვიან და თავად სახელმწიფო არის ამის გამაძლიერებელი. აი ეს განსხვავებები შეინიშნება, მაგრამ აი როგორც ძიკამ თქვა, მე ხა ველოდები რომ სომხეთში გაგრძელდება რა თქმა უნდა საინფორმაციო ასე თქვა ჩარევები და ოპერაციები ამ არჩევნების შემდეგ რუსეთის მხრიდან ნახოთ რა სახეს მიიღებს, მაგრამ რა თქმა უნდა რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენს ის რომ დღეს სომხეთი ცდილობს მისი გავლენისგან ასე თქვა გათავისუფლებას და დასავლური ინტეგრაციის გზას. საერთოდ მოვლენები მე მგონი ძალიან დაჩქარდა. ანუ რამოდენიმე წლის წინ ხა ჩვენი იდენტობა და ეროვნული მისია ეს არის საქართველოს ისტორიული ადგილის დამკვიდრება ევროკავშირში, დასავლურ სტრუქტურებში, დასავლეთში. ეს არის ჩვენი ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაგრძელება, ხო? იმიტომ რომ თუ შეგვიძლია და თუ უნდა დავიცოთ ჩვენი კულტურა და უნდა დავიცოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი მემკვიდრეობა, კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნება და ასევე სახელმწიფოებრივი ისტორიული მეხსიერება, ხო? ეს ყველაფერი ზუსტად მიდის იქ, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მშვიდობის ხოლგაში დაისადგუროს მნიშვნელოვანი ადგილი, ხო? ეს არის ევროკავშირი, რაც პრინციპში ევროკავშირი, ნატო, რაც იყო პრინციპში ჩვენი არა მხოლოდ ჩვენი თაობის, არამედ ზოგადად ჩვენი თქვათ წინათაობის, იმის წინათაობის იყო პირველი რესპუბლიკის პრინციპში, ხო? ანუ აწლეულები საქართველოს ამისთვის იბრძვის. ამიტომ ეს თქვათ ეროვნული იდენტობაც, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ, არ ვიცი, შეცდომების გამო, არ ვიცი, თქვათ არასწორი რაღაცა სტრატეგიული კომუნიკაციების გამო, ჩარევის გამო რუსული, თქვათ აი ამ მთელი ჰიბრიდული ომის და დეზინფორმაციის გამო, ხო, რომ ეს რაღაცა მემკვიდრეობაც, რაღაც პატრიოტიზმიც, ეს თემები რომელიც პრინციპში მათ მხარეს, ანუ ანტიქართული ოცნების მხარეს, რაღაცა ყალბი, ესე ვთქვათ, რაღაც გარსით შემოაკრეს, წავიდა, რაღაცნაირად გაიტანეს, ხო, მაგრამ ამ დროს ჩვენ
ჩვენი ისტორიული ამოცანა ხო არ იცვლება. ეს ისტორიული ამოცანა არის ნამდვილი მშვიდობა, კეთილდღეობა, ეს ისტორიული ამოცანა არის ევროკავშირი, სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა ჩვენი ქვეყნის. ხო, რატო გვინდა დასავლური ინტეგრაცია? მათ შორის მშვიდობისთვის, კი, ეკონომიკური რაღაცა კეთილდღეობა და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მათ შორის არის უსაფრთხოება, რომელიც რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, მაგრამ ნახე, აი, ჩემი მოსაზრებით ახლა ესეთი შენ საუბრობდი თქვა პროპაგანდაზე, ხო? ანუ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ დღეს დავწერე კიდევაც სოციალურ ქსელში, რომ იმდენად იდენტური იყო რაღაცა გზავნილები მაგალითად, რომ სომხეთი შეიძლება იყოს მეორე უკრაინა, რომ რასაც რა პროპაგანდისტული თქვა თავდასხმა მოაწყეს ქართულ ხალხზე, ხო? 2024 წლის წინა საარჩევნოდ ეს იყო ის, რომ თქვა იძულებით გადაადგილებული პირების აძალებდნენ რაღაცა კონკრეტულად ორგანოების ჩაბარებას და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ფეიქ ინფორმაცია ვრცელდებოდა, რასაც პრინციპში სხვათა შორის ძალიან კარგი ანგარიში იყო, თუ არ ვცდები, ინსაიდერისგან, ხო? გამოძიებაც კი იყო ძალიან კარგი ჟურნალისტური, მაგრამ მე რასაც ვაკვირდი პრინციპში არჩევნები იყო დემოკრატიული. ხო, შენ ახლა არჩევნებში ძალიან დიდი გამოცდილება გქონდა, შენ როგორ ფიქრობ? ხო, ნახე, პრობლემები იყო ცალსახად, მათ შორის ვთქვათ, ოპოზიციის მხრიდან მოსყიდის ფაქტებზე იყო საუბარი და ასე შემდეგ, შესაძლებელია ვთქვათ, სახელმწიფო გუნდიდანაც ყოფილიყო, მაგრამ თავარი რაც მინდა ყურად გამახვილეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც მოახერხა ხალხის ნების ასახვა საარჩევნო ადმინისტრაციას გულისხმობ რა თქმა უნდა. ანუ დამოუკიდებლობის ხარის? კი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რომ მათ შორის ნახე, როდესაც სახელმწიფო გუნდს შეუძლია გამოიყენოს ხო ადმინისტრაციული რესურსის თვალსაზრისით, მათ შორის ადმინისტრაცია, ეს ასე არ იყო და ადმინისტრაცია იყო დამოუკიდებელი, რომელიც ემსახურება ამომრჩეველს და არ ემსახურება რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას. ჩვენთან ეს პრობლემა დგას ერთ-ერთი სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, ამიტომ სომხეთში რაც დავინახეთ, ეს იყო ერთ-ერთი რაღაცა თვალსაჩინო, რომ ადმინისტრაცია მოახერხა ის, რომ ამორჩეველმა გამოხატა თავისი ნება. კი, შესაძლოა იყო პრობლემები, საერთაშორისო ორგანიზაციების პირველ განცხადებებს ვკითხულობდი ახლა და არის რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელია, ჩვენ არ ვსაუბრობთ ახლა რაღაცა სრულყოფილ დემოკრატიაზე, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური ნება. რომ რა გინდა ხალხმა გამოხატოს თავისი ნება და ასახოს ის როგორც უნდა თუ რაღაცა მე მაქსიმალური უმრავლესობა მივიღო და ამისთვის ვიბრძოლო. აი ეს არის თავარი დემოკრატიაზე, რაზეც ვსაუბრობ, რომ ხალხს მივცეთ შესაძლებლობა აირჩიოს ის ვინც უნდა და აი ხალხმა გადაწყვიტოს და რატომ უნდა გადაწყვიტოს ჩვენ რომ სულ ვიყოთ აწნამარადის, ხო ეს არის თავარი. ძალიან საინტერესო პარალელი მიყვარს ხოლმე ზოგადად შედარება სხვადასხვა პერიოდებში და რამ გამოიწვია 2019 წლის კრიზისი. თვითონ სომხეთში, იმიტომ რომ მაშინდელმა, კოჩარიან მე სარქისიანის ასე თქვა ჯგუფმა, რომელიც როგორც გითხარით, რამდენიმე თითქმის 10 წელი მმართველობაში იყვნენ, ნდობა დააკარგიან, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობდნენ და ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა, მაგან გამოიწვია უნდობლობა. ანუ მაშინ უზურპირებული იყო და ნდობა თუ არა გაქვს რომელიმე ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც როგორც არბიტრმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი პირობითად კონკურენციის შედეგი, ხო, მაშინ ამ შემთხვევაში იწყება პოლიტიკური რაც მივიღეთ ჩვენთან. ჩვენთან არაფერი შეიძლება არ მომხდარიყო, რომელიმე ერთი ინსტიტუტი მაინც რო დარჩენილი იყო საარჩევნო 2024-ში, რომელიც მიმართა ნდობა საყოველთაო იქნებოდა ყველა მხარეს. ან სასამართლო, სადღაც მაინც რო ყოფილიყო და ეს 2019-ში სომხეთში არ იყო. სწორედ ამან შექმნა ძალიან სპონტანური და უკონტროლო და უმართავი აქციები, რომელსაც თვითონ შექმნა მე ახალი ლიდერი, ესეთი ყოფილი ჟურნალისტი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი პაშინიანისგან, რომელიც ჩაუდგა ამ სათავეში და ხალხის ნება სწორად წარმართა. თავარი მართლაც ეს არის, რომ ერთი არასდროს არ იქნება შეიძლება იდეალური აღარ იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით იდეალური ალბათ აღარასდროს აღარ იქნება არჩევნები, მაგრამ თავარი არის, რომ ჩვენ მოთამაშეებს ქონდეს გარკვეული ნდობა და ხა შეიძლება პოლიტიკური ოპოზიცია აჯანყდეს და რაღაცა ქონდეს ცდილობები რაღაცა გააპროტესტონ, მაგრამ საზოგადოებაში თუ შედგა გარკვეული კონსენსუსი, რომ ჯერა რომ ამ კონკრეტულმა ინსტიტუციამ გადაწყვეტა მიიღო და მე ამისი მეტნაკლებად ჯერა და მივყვები, ეს უკვე შემდგარია, ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია კარგი და ეფექტური ხარისხიანი მდგრადი დემოკრატიისთვის, რაც თითოეულ სახელმწიფოს იცავს, მე მაგას უბრუნდები ყოველთვის დემოკრატია, ადრე თუ დემოკრატია მხოლოდ შიდა საკითხი იყო, ეხლა დემოკრატია არის უსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი უსაფრთხოება დამოკიდებულია სხვა დემოკრატიულ ძალებთან. მშვიდობა შეიძლება არსებობდეს დემოკრატიის გარეშე? ალბათ არა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ არა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეცდება ძალიან ბევრს
რუსეთი და აქ ბევრი ბერკეტები აქვს, რომ თქვა საზმაყურებელნაც რო იცოდეს, დღეს რუსეთის ხელში არის სომხეთის რკინიგზა. ეს არის ენერგეტიკული სექტორი მთლიანად, გაზმომარაგება იქნება თუ ასე ვთქვათ ატომური ენერგეტიკა, მთელი ინფრასტრუქტურა. ძალიან დიდი რესურსებია რუსეთის ხელში თავმოყრილი, მაგრამ მათ არ აქვს ინსტრუმენტები ზემოქმედების, რომ ცალსახარო საზოგადოებრივი ხარდაჭერა არის ერთხარი. შეიძლება ყველას პაშინიანი არ უყვარდეს, მაგრამ რუსეთმა იმდენად მოატყუა ეს ხალხი, იმდენად გადააგდო, რასაც იტყვიან. მიუხედავად იმისა, სამხედრო ბაზა არის, მაგრამ სამხედრო ბაზა ერთი კონკრეტული ვერ მოახდენს, ასე ვთქვათ, იმას, რაც გააკეთა, ვთქვათ, ინტერვენციით უკრაინაში, მას ჭირდება მომარაგება, მე ძალიან ეჭვმეპარება საქართველოს, როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის ზეწოლა მიცეს საშუალება, რომ გიუმრის ბაზის სამხედრო თავდასხმითი ომისთვის მოამარაგოს, ამას ვერ იზამს ვერანაირი პრორუსული მართველი საქართველოში, ეს იქნება კატასტროფული ფასი მათთვის, როგორც სოფლიო სისტემაში, ისე საზოგადოებრივად. ანუ ეს გამოურიცხავ ამას და ეხლა მომარაგება სამხედრო ბაზის გიუმრის მარტო საჰაერო სივრციდან ისიც გადაფრენები და რაღაცა სხვა ქვეყნებსაც გამორჩა. ერთადერთი რაც რჩება მათ არის ეკონომიკური ბერკეტები, რომელიც ჯერ კიდე არის და ჯერ კიდე საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ეს ჩვენ გამოვლილი გვაქვს, როდესაც სანქცირება ხდებოდა ჩვენი პროდუქტები და საღმრთო საბოლოო ჯამში თითოეული პროდუქტის ხარისხი გაიზარდა. ამაზე პასუხი ჰქონდა პაშინიანს და ხელისუფლებას. ცნობილი გამოთქვა, რომ მარცხზე არ იცვლება სუვერენიტეტი. და მეორე, კიდე ასე ვთქვათ, ძალიან უკიდურესად ჩიხში მოაქცია თავისთავი სომხეთთან ურთიერთობაში თვითონ რუსეთმა, იმიტომ რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს სომხეთის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაზრდის ანტირუსულ განწყობას. ამიტომ ეს აუცილებლად უკან დაუბრუნდება და კიდევ უფრო ცუდად. ერთადერთი რაც შეუძლია გარკვეულ პერიოდში დისკომფორტები შეუქმნას და თავარი არის, რომ საზოგადოებას ისეთ შეცდომები არ უნდა დაუშვას, შიდა პოლიტიკურად, შიდა სოციალურ-ეკონომიკურად პაშინიანმა, რომ ასე ვთქვათ, გარკვეული ლეგიტიმაცია ან გარკვეულად გაამართლოს კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან. ანუ არსებული რუსული ოპოზიციის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორი დემოკრატიული პროცესი არ უნდა მოუვიდეს გადაცდომები, მნიშვნელოვანი ისეთი, რომელზეც არის ხშირად საუბრები, რაღაცა არის ხოლმე გარკვეულ სამთხოვებზე, არა პროპაგანდიდან, არამედ ნეიტრალური არასამთავრობოებიდან, რომ არის გადაცდომები გარკვეულ საკითხების მიმართ. ამიტომ ამას ძალიან მნიშვნელოვნად ჭირდება, რომ სწორი დემოკრატიული პროცესი იქნება პაშინიანის თავრობისთვის გარანტიები, იმისთვის, რომ ეს გარანტირებული უსაფრთხოების სისტემა იქნება უზრუნველყოფილი და საბოლოო ჯამში დამარცხდება რუსეთის გავლენები უკვე საბოლოოდ. დღეს სოციოლოგ ქსელში ვკითხულობდი, ბევრი სტატუსი დაიწერა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენი გამარჯვებაც არის იმ კონტექსტში, რომ რუსული გავლენები რო განიდევნება, თქვა სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, ხა აზერბაიჯანში გასაგებია, სომხეთიდან პრაქტიკულად ევროკავშირი ამბობს, რომ ძალიან მალე იქნება უკვე ვიზა ლიბერალიზაცია გაიხსნებათ ძალიან მალე და ამაზე ფაშინიანი ამბობს, რომ რაღაც კონკრეტული რეფორმები გვჭირდება, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ. იყო პაშინიანის როლზე თვითონ, მაგალითად, ხო? ან ესეთი რამოდენიმე სოციოლოგ ქსელში აღარ მახსოვს ვისი იყო, მაგრამ კარგი სტატუსი იყო ესეთი, რომ აი მაგალითად რაც მოწონდათ ნიკოლ ფაშინიანში, ეს იყო ძალიან დიდი ესეთი კონკრეტულად ბუნებრივობა, ხო? არ იყო რაღაც ხელოვნური. ხო, ბუნებრივად ჩხუბობდა, ბუნებრივად კამათობდა, ბუნებრივად ცნობილი ვიდეოები, ხო? რაღაც პატარა იმას რო ჭამს, ღვეზელებს და მარწყვის ჭამს და რა ვიცი. არ ვიცი ხა ეს შეიძლება კარგი იყოს, შეიძლება ცუდი იყოს, ეხლა ამ პოლიტექნოლოგიებზე არ ვიდაოთ, მაგრამ ანუ ბევრი აღნიშნავდა მათ შორის, ვთქვათ, ჩემი საერთაშორისო, ესე ვთქვათ, მასშტაბით მეგობრები, რომ არის ძალიან ბუნებრივი პირველწყარო კონტაქტი, ანუ ბუნებრივად აკეთებს, ხო? აი რაღაცა რაც არის, ეს არის, ანუ არ იძაბება. და არ მალავს არც ემოციას, არც ჩუბოს კიდევაც, კამათოს კიდევაც. ჩემო მეგობრებმა მითხარ, რაღაცა ქართველი პოლიტიკოსები უფრო დაძაბულები არიანო, რაღაცა ეს შინაგანად, იმიტომ რომ პრინციპში ხა პოლიტიკა ეს არის, რომ რაღაცა ვთქვათ სტრესის ქვეშ ხარ და გზაბავს და სულ რაღაცა ისე უნდა იყოს გამართოს. ამას ხონდა მნიშვნელობა, ანუ ეს შეამჩნიეთ რაღაც კონტექსტში მაინტერესებს. ჩემი აზრით შეიძლება ეს პოლიტექნოლოგიის ნაწილი იყოს, მაგრამ ნამდვილი და ბუნებრივი რო იყო, ეს ძალიან ჩანდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი იმიჯი ნამდვილად ჰქონდა და ჩემს ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ამდენი პროპაგანდის, ამდენი რაღაცა საინფორმაციო манипуляციის შემდეგ, რომელშიც მე მგონი რა საზოგადოება და რომელთაც დაიღალა, ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა ნამდვილი ინფორმაციის მიწოდება, სიმართლე. მე მგონია რომ აი ესე უნდა დაუპირისპირდეთ და მათ შორის აი ქართულ პოლიტიკოსებზე რო ვთქვით რაღაცა დაძაბულიო, მე რა მინდა ვთქვა ეს ჩემი რაღაცა დაკვირვებაა რომ მე გამიზიარეს, მე მითხრეს. ხო, არ მე იმას ვამბობ, რომ მათ შორის ისეთი მასშტაბურია ქართული ოცნების მხრიდან რაღაცა საინფორმაციო манипуляციები და პროპაგანდა, რომელიც თითოეულ ჩვენ ნათქვამ შეიძლება ისე დაჭრას, ისე შეცვალოს და პროპაგანდისტულად წარმოაჩინოს, რომ რაღაც ადამიანები ცდილობენ, რომ ყველა სიტყვას რაღაცა შეხედონ, რომ ესე ხო
პირიქით უნდა ვიყოთ ჩემი აზრით ნამდვილი, იმიტომ რომ ჩვენ ხო არაფერი გვაქვს რაღაცა მოსატყუებელი, ვსაუბრობთ იმაზე, რაც არის სიმართლე და ეს რაღაცა პროპაგანდა როგორ წაიღებს, ამას აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღება და ეს პაშინიანთან მიმართებით იქნება თუ სხვა პოლიტიკოსთან, მეგონია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხთან იყვნენ ნამდვილები და ელაპარაკოს სიმართლე, ეს არის ყველაზე მთავარი. სტრატეგიული კომუნიკაციის ან პოლიტიკაში განსაკუთრებით ესაა, რომ ყველაზე მისი კონკრეტული ობიექტის ყველაზე ბუნებრივი როლი აიღოს, ხო? თავისთავად მაშინ არის წარმატება. ხელოვნურად არ იქნება ხოლმე და კიდევ დაუბრუნდები წინა პერიოდს. ანუ 2019-ში პაშინიანი, რომელიც ერთ-ერთი მონაწილე იყო პროტესტების, ის გამოიკვეთა ლიდერად, იმიტომ რომ რუსჩანთა მოკიდებულმა, როგორც რიგითმა პროტესტანტმა დაიწყო სიარული. დაახლოებით ის გზა გაიარა, ოღონდ მოკლე პერიოდში, რაც მაგიარმა. ანუ დაიწყო საზოგადოებასთან ურთიერთობა და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გადაითარგმნა, ეს მასობრივი პროტესტი გადაითარგმნა პოლიტიკურ შედეგში. და აი ამ პროტესტის საფუძველზე შეიქმნა მისი პოლიტიკური ორგანიზაცია სამოქალაქო კონტრაქტი, რომელშიც ძირითადად იყვნენ სამოქალაქო სექტორიდან ამოსული ახალგაზრდები, ძალიან საინტერესო ადამიანები. ანუ რის თქმა უნდა, ამ მისი დღევანდელი საარჩევნო კამპანია ძალიან გავდა იმას, როგორიც იყო ის, ან ბუნებრივად როგორიც იყო. შესაბამისად, არაფერი ახალი არ უქნია, რა თქმა უნდა, უბრალოდ დაიხვეწა უფრო შეიძლება უფრო ასე ვთქვათ ჩამოყალიბდა როგორც სტრატეგია, მაგრამ ის იმას აკეთებდა, რაც მან გააკეთა 2019-20 წლებში, როდესაც პირველად მოვიდა ხელისუფლებაში და მაშინ ეს ძალიან მიყვარს ხოლმე ამის თქმა. მიუხედავად უზარმაზარ რესურსებისა, მან რუსეთი დაამარცხა სომხეთში მარტო. ანუ მარტო ერთმა პოლიტიკოსმა. ანუ ყველაზე ეს არის მისი უნიკალურობა. ეს რაღაცა ბუნებრივობა, ეს არის აჩვენებს, რომ პოლიტიკაში ყველაფერი შესაძლებელია, თავარია мотиваცია, რამდენად მონდომებული ხარ და რამდენად თანმიმდევრული ხარ ბრძოლაში და პრინციპში შეძლება. დიმიტრი, ჩაგაჭრობთ დიალოგი პუტინთან. ხო, ეს უკვე გამარჯვებული პოლიტიკოსი, შემდგარი პოლიტიკოსის ხო, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ჩემთვის ძალიან საგულისხმო, იმიტომ რომ მიუხედავთ იმისა, რომ ჩავიდა, ვთქვათ, როდის იყო 9 მაისი იყო, აღარ მახსოვს ზუსტად რა, მე იყო, თუ მანამდე იყო, თუ არ ვწდები და ანუ ძალიან კონკრეტულად უთხრა, თქოშეს ესე უთხრა, რომ ერთი ესეთი ესეც ვითომ დემოკრატიის რაღაც კრიტიკაზე თქვა, რომ რატო კაცო ჩემზე ესე აქაც იწერებაო და სომხეთში იწერებაო ძალიან კრიტიკული მოსაზრებებია. ხო, ანუ რაღაცნაირად ეს პატარა ქვეყანა, რომელსაც მართლა რუსული ბაზა უდგას შუაში ქვეყნის და რომელსაც სტრატეგიულად ყველაფერი აბსოლუტურად მიბული აქვს რუსეთზე, მოახერხა ის, რომ ძალიან სუვერენული იყო, თავისუფალი იყო და ნამდვილ მშვიდობაზე ლაპარაკობს და მისი პირველი განცხადებაც ეს იყო, თორსები დღეს იყო, რომ სომხეთში გაიმარჯვა მშვიდობა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს პოზიტიური მშვიდობაც და ნამდვილი მშვიდობა, ღირსეული ცხოვრება, რომელიც უნდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართულ ხალხს, ჩვენი იდენტობის ნაწილია, იმიტომ რომ ჩვენს უგვიწევდა აი ამ თქვათ რაღაც იმპერიებში ყოფნა, ჩვენი იდენტობის გადარჩენა, ჩვენი ქრისტიანობის დაუშვათ რაც არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი ისტორიული ეს თქვათ რაღაცა გეზი, რომელიც ქონდა ზუსტად აი ამ პროპაგანდის გამო, თქვათ ივანიშვილის ჩარევის გამო, ესე გაიყო და წავიდა სრულიად სხვა მიმართულებით, ხო? ამ დროს ნამდვილი მშვიდობა დაფუძნებულია ადამიანებზე, კონკრეტულ ადამიანებზე, ვისაც სჭირდებათ იმ ღირსებაში ცხოვრება, ღირსებით ცხოვრება, რომელიც მათთვის აუცილებელია. ამისთვის არის ზუსტად ის, რომ ეკონომიკა გამართული იყოს, თქვა დერეფანი მოქმედებდეს, საქართველოს არ იყოს ოფშორი, ხო? ანუ არ იყოს შავი ფულის და რაღაცა. იცი რა, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, ეხლა გახსოვს რუსული კანონის 2023 პირველი იყო, მაგრამ ჩემი აზრით, აი ყველაზე ერთ-ერთი მართლა ძალიან დიდი დანაშაული და ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა ეს იყო ზუსტად ოფშორების კანონი. გახსოვს მე და თქვენ ვლაპარაკობდით რამოდენიმე დღის წინ, რომ ოფშორების კანონი ბიზნა ივანიშვილმა რო ესე დააფუძნა და თქვათ რაღაცა შექმნა საქართველოსგან მისთვის ოფშორი, ხო? ეს იყო ზუსტად იმისი მაჩვენებელი და არგუმენტი, რომ აქ მშვიდობა ქართველი ხალხისთვის არ იქნება. აქ მშვიდობა და უსაფრთხოება და კეთილდღეობა და ფინანსური რესურსი მარტო მე მჭირდება და იმ კოჰორტას, რომელიც ჩემს გარშემო მოდის. რუსეთი სუსტდება. ანუ ქართული ოცნების პროპაგანდისტულ გზავნილებს თუ გადავალებთ ეხლა თვალს, ანუ როგორ წარმოედგინა ვინმეს, ეხლა ეს სხვა თემაა შეიძლება, მაგრამ მშვიდობასთან კავშირში როგორ წარმოედგინა ვინმეს, რომ 2022 წელს, როდესაც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ კიევი 3 დღეში დაეცემოდა, თქვათ, რაღაც მოსკოვის თუ სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის გახსნის დღეს ნავთობტერმინალებს აბომბავდნენ უკრაინული დრონები. ანუ ყველაფერი იცვლება ძალიან მალე და მე დარწმუნებული ვარ, პრინციპში ჩემი მეგობრები მაჩქარებენ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვისაუბრეთ, ბევრი სასაუბრო ბევრია კიდე, ძალიან საინტერესო თემაა და მე ვფიქრობ, რომ ასევე
გამოჩნდება რამოდენიმე დღეში როგორი იქნება ძირითადად ვთქვათ რაღაცა კონტურები, მაგრამ კიდევ მიულოცოთ ხო ჩვენს მეგობრებს. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უფრო აქ რუსეთი კარგავს გავლენებს და ვთქვათ სამხრეთ კავკასიიდან განდევნილია მისი ინტერესი, ყველანაირი ინტერესი და იგი ახლა სუსტია და არა აქვს ვთქვათ დიდი манипуляციების რაღაცა რესურსი, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მით უფრო მშვიდობიანია რეგიონი და ხო, ნუ ჩვენი მოვალეობა ვთქვათ საშინაო პოლიტიკაში სრულიად სხვა არის და ამაზე აუცილებლად გვექნება ცალკე საუბარი. მე დიდი, რა ვიცი, მადლობა არა ყველას ჩვენ, რა ვიცი, სამივეს, ჩემი თანამოსაუბრეები, ჩვენი ძვირფასი, მადლობა დიდი. ნინუცა, ანუ ძალიან საინტერესო იყო, ხო, საუბრები მშვიდობაზე, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გამოიწერეთ, გამოგვყევით და ბევრ საინტერესო ადამიანს მოვუსმენთ, რა თქმა უნდა და ვილაპარაკებთ იმაზე, ვისაუბრებთ იმაზე, რა გვჭირდება ნამდვილი მშვიდობისთვის და ეს მშვიდობა აუცილებელია ყველა ჩვენთაგანისთვის.